სამხედრო ბაზაზე მისვლამდე კი მაიკ პენსი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სიონის ტაძარში იმყოფებოდა. დეტალებს მარიკა შალეკაშვილი მოგვიყვება ახლა მომების ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან კარენ პენსთან ერთად სტუმრობდნენ სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც მათ უმასპინძლად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ასევე სინოდის წევრებმა და პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უწმინდესმა და უნეტარესმა მოწვეულ სტუმრებს დაათვალიერებია სიონის საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-5 საუკუნეშია აგებული და მათ აჩვენა ის უნიკალური ხატები, რომლებიც სიონის საკათედრო ტაძარში არის. ასევე კათოლიკოს პატრიარქმა სტუმრებს გადასცა საჩუქრები. მაიკ პენსმა საჩუქრად პატრიარქისგან მიიღო ოქროს სამაჯური, მისმა მეუღლემ კარენ პენსმა კი ოქროს ჯვარი, რომელზეც თამარ მეფე არის გამოსახული. ასევე კათოლიკოს პატრიარქმა საჩუქრები გაუგზავნა მაიკ პენსის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს პირველ ლედის მელანია ტრამპს. ვიცე-პრეზიდენტს სურდა, რომ დაეთვალიერებინა სიონის საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-5 საუკუნისაა. მისმა უწმინდესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, როცა შეიტყო მისი მობრძანების შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, გადაწყვიტა, რომ თავად შეხვედროდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. ეს პატრიარქის მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება. ვიცე-პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა, რომ ენახა სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ასევე ზუსტი ასლი ივირონის ყოვლადწმიდა ხატისა, რომელიც იწოდება კარიბჭის ხატი პორტაიტისა. ასევე ჩვენ საშუალება ჰქონდა გვეჩვენებინა მისთვის წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც არის ვაზის ჯვარი, წმინდა ნინოს თმით შეკრული, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯვარი, რომელიც მხოლოდ წლის განმავლობაში ორჯერ იხსნება. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ სტუმრის საპატივცემულოდ გაიხსნა ეს ჯვარი და ეჩვენებინა ასე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მეუღლე კარენ პენსი დღეს ასევე იმყოფებოდა თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლაში, სადაც მან მხატვრისა და ფერმწერის ოლესია თავაძის ნამუშევრები დაათვალიერა. ეს არის 50 ნამუშევარი, რომელიც შექმნილია ცნობილი ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის ინსპირაციით, მისი ნამუშევრების შთაგონებით და ეს არის 50 ნამუშევარი, რომელთა ნახვის სურვილიც მეორე ლედიმ საქართველოში ჩამოსვლამდე გამოთქვა. რაღაცნაირი აღფრთოვანება, აღტაცება მქონდა, რომ ადამიანი შემხვდა, ვისთანაც ლაპარაკს აზრი აქვს. გამიგებს ფროსტიდან გამომდინარე. და რამოდენიმეჯერ თვითონ შემაჩერა რამოდენიმე ესეთ ნამუშევართან, რომელიც არც გამკვირვებია, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ საოცარი პოეტია რობერტ ფროსტი. როგორც ვიცი, საელჩოს თანამშრომლებმა რაღაც ნუსხა გაუგზავნეს კულტურული პროგრამები, კულტურული ღონისძიებების, საიდანაც მან სწორედ ეს გამოფენა აირჩია. უბრალოდ ეს ნამუშევრების ციკლი 50 ნამუშევარი არის ფროსტის პოეზიის თემებზე და გამოფენა უკვე სასწრაფოდ მომზადდა მისი ჩამოსვლისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მეუღლეს კარენ პენს დღეს საკმაოდ დატვირთული პროგრამა ჰქონდა. ის დილის 10 საათზე ესტუმრა თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც შეხვდა ფსიქოსოციალური ფონდის კამარას წარმომადგენლებს და ბენეფიციარებს. მან დაათვალიერა ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია პროექტის არტ თერაპიის ფარგლებში. მომების ეთერში მარიკა შალეკაშვილი საუბრობდა.